მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებელო, ჩვენ ვიწყებთ კონსერვატორიას. პირველი რაც შეიძლება ვთქვათ, ეს არის ახალი ტალღა უსამშობლოთა შეტევისა, ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმი, რომელიც კვლავ აღმოჩნდა ჩვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ უმრავლესობა ქვეყნების მხარე არ დაუჭირა, მაგრამ ნახეთ როგორ მიეწყო ეს ჩვენი დასანქცირება, ასევე მიასეჯერ ალბათ იზეიმეს დიპლომატიური პასპორტების გაუქმება, ხო, უვიზო მიმოსვლის შეჩერება დიპლომატიური პასპორტებისთვის და ეხლა ეს. ნუ ცხადია რომ გვაქვს მიზანმიმართულ შეტევას ჩვენზე. რეზოლუცია კიდე ევროპარლამენტის ხო ეს თუმცა ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის რომ მიჩვეულებათ, მაგრამ აი დაახლოებით EU-თო ევროპარლამენტი ჩვენი დასანქცირება და მანამდე რაც თქვი ის. მოკლედ მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა, თუმცა ჩვენ პირადად ადამიანებს, რომლებსაც მშვიდობა გვინდა და საქართველოს გვიყვარს, ეს შეტევები შეაყარაკედას სერცი არ არის, მაგრამ რაღაც შინაგანად მე ჩემს თავს გულისხმობ და არა მარტო მე ალბათ გვამხნევებს, რომ მიდის ბრძოლა და ჩვენ ამ ბრძოლაში მაგრად ვდგავართ და ნახალ-ახალ დეგმებს ხლართ. მინდა ამის თაობაზე გითხრათ, რასთან არის დაკავშირებული ეს შეტევა თქვენი აზრით, ასევე საერთაშორისო ვითარება ხედავთ როგორც არის, ტრამპს არ გამოვიდა ბლიცკრიგი, თუმცა ბომბავს ირანს, ირანი ბომბავს გარემ ქვეყნების ინფრასტრუქტურას, ნავთობის ინფრასტრუქტურას, ბანკებს, სასტუმროებს და რითაც სოფლიო ნელ-ნელა ისეთ დიდ კრიზისში ჩაიძირება, თუ არ გადარჩა ეხლა და არ გაჩერდა ომი, რომ მონაგონი იქნება სხვა კრიზისები. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი რამაა. ეს ისეთი კრიზისი მოდის, რომ ამერიკელებმა რუსულ ნავთობსაც კი მოუხსნეს სანქციები. იმისთვის, რომ ესე სწრაფად მსრბოლი ფასები შეეჩერებინათ ნავთობისა. ხო. შალ, პირველ რიგში მე გავაკეთე ის, რასაც ქართველი ლიბერალები არ აკეთებენ, წავიკითხე ის რაღაც სიდებილე, რაც მოსკოვის ხო, ნუ ახლა ბოლომდე არ წამეკითხავს აღიარებებს. ანუ კარგად თვალი გადავაყოლე რა. და ერთი კარგი ქართი გამონათქვამია, ქართული გამონათქვამია, მელამ კუდი დაიმოწმა. ხო. ძირითადი წყარო არიან აქაური NGO-ები. აბა. ანუ მთელი ეს დოკუმენტი არის აგებული იმაზე, იმ ხალხზე, რომლებიც არიან მხარე. ჩვენ ხო ვიცით, რომ საქართველოში მთელი ეს NGO სექტორი იცი რა, NGO სექტორზე ვერც სიტყვი რომ ესენი აი რაღაცა ფარული აგენტები არიან, ისე ჩვეულებრივი ძალიან გაცხადებული მხარე არიან, ისინი არიან დაფინანსებული მხარე და მე ძალიან ხშირად მგონია რომ ისინი იმაზე უფრო მეტად კათოლიკეები არიან, ვიდრე რომის პაპი, იმიტომ რომ ფაქტია რა, რომ ისინი უბრალოდ იტყუებიან ძალიან ხშირ შემთხვევაში. ხა ჩვენ ხო გვახსოვს რა, რომ მაგრამ ერთი დეტალია რა, რომ ჩვენთან ამ ოპოზიციამ, რომელშიც NGO სექტორიც გადის, ვერ გათვალა, რომ შესაძაც რაღაცას ბევრჯერ აკეთებ, მე ხდება ადაპტაცია. რუტინა ხდება, უფრო ადაპტირება. ანუ ქართულმა ოცნებამ და ჩვენმა ხელისუფლებამ ფანტასტიკურად, ფენომენალურად, ბრწყინვალედ ისწავლა ამ სიდებილებთან ბრძოლა. კი ბატონო. ანუ არ არსებობს არაფერი, რასაც მოყვება რეაქცია და ყველაზე ცუდი იცი რა არის? ხალხმაც ისწავლა. ანუ მე ხა მართლა ვამბობ რა, სერიოზულად რომ დასავლეთში, მე აღარ მჯერა რომ დასავლეთში კვიანი ხალხი დარჩა, ჩვენ მართლებაზე მაინც. თუ უნდათ რომ საქართველოში შენარჩუნდეს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ რაღაცა ნდობა, დასავლეთის მიმართ რაღაცა ნდობა, უნდა შეეშვან ამას, იმიტომ რომ მე გეუბნებთ რა, უმრავლესობაში ქართველებში, რომლებიც ამ ინფორმაციას ეცნობიან, ხვდებიან, რომ ეს ინფორმაცია არის ყველაზე მთავარი, უსამართლო. ანუ როდესაც იქ წერია, რომ უნდა გამოუშვათ ციხეები და პოლიტიკური პატიმრები, ვიღაც ახალგაზრდა იდიოტები, რომლებიც პოლიციას თავს ესხმოდნენ, მე თამაშობდნენ წამებულს და ანუ არიან მტრები და ცდილობდნენ, ანუ ხო ხვდებით რა, ყველაფერი ვიცით. ლაზარე რომ არის გმირი მაგალითად. ლაზარე რომ არის გმირი და იქ რომ წერია, რომ ერთ-ერთი ძაღლმეწრო სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რომ მიხეილ ყაფელაშვილი არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. ერთ-ერთი რაღაც რაღაცები წერდა. ანუ ხო ხვდებით რა, რომ ანუ
ეს არის უბრალოდ ეს არის ისეთი სისულელე, რომელიც მიმართულია მე არ ვიცი მეორე ნაწილიც არის რა. მე ვთქვი რომ აღარ მზირა რომ დასავლეთში ჭკვიანი ხალხი არიან და სამწუხაროდ მე მაგ ვერსია რომ შეიძლება საქართველოს მიმართულებაზე არ არიან და გლობალურ მიმართულებაზე არიან, მაგრამ არა მგონია. ამერიკის რუსეთის მიმართულებაში არ ჭარბობს. აი ხა მაგალითად ახლა დემოკრატების მთავრობის შემდეგ ყველას გაუჩნდა იდეა რომ ეგება რესპუბლიკელები ხო მაგაცი უფრო არაადეკვატურები ხო არ იქნებიანო და ჩვენ ამ დროს ვისმენთ მაგალითად ვნახულობდი რომ აი ტრამპმა თავარ мотивაციად თუ რატომ დაარტყა ირანს კონგრესის შეხვედრაზე სერიოზულად უთხრა რომ აი ესე ვიგზენიო რა არა ვიცი რა თქვა რომ ატვას აპირებდაო თუმცა ამაზე მე რა იყოს მეგობრებო აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რომ სწორს ამბობს ადრე 5-6 წლის წინ 7 წლის წინ ის რო იყო პავილიონისი გიჟმანტას თუ რაღაცა ეგეთი ტიპები ცოტა ცუც სიტყვობდნენ ჩვენზე და აქ მიდიოდა მე ხო მახსოვს არა აქ მიდიოდა თავების დიდი გადაცემაში არაერთხელ ხონია რაღაცისა ბიცის დაყრა და გლოვა და ასე შემდეგ და ეხლა ვითომ სერიოზული ორგანოები რაღაც სიგიჟეებს წერენ და ფეხებზე კიდია ქართულ ხალხს აი ეს ტრანსფორმაცია ძალიან კარგია რომ მოხდა გქონდ ხო ხა ისე აეწყო ესე რომ ძალიან ბევრი ესე ვთქვათ სანქციებიდან დაწყებული მაგ რეზოლუციებით დამთავრებული მიყოლებაზე გამოვიდა რაც რაღაც მოცვლას ნიშნავს რომ მოიცალეთ რაღაც არ და არ უნდა ეცალოთ ხო მან მე ერთი ფაქტორისაც ვიტყვი და ეს ალბათ ლოგიკურიც არის რომ საქართველოს ერთი მხრივ ახლოს არის რუსეთთან და მეორე მხრივ ახლოს არის ირანთან ორივე შემთხვევაში გეოგრაფიული სიახლოვე ჩვენ რეგიონს ზოგადად აქტუალურს ხდის ეგ ხა ბუნებრივი რაღაცაა და ის რომ ეხლა კონფლიქტი დაიწყო ირანთან თუ კი მოდი ხა ესე ვიმსჯელოთ თუ კი აქ ეს ომი მართლა ხანგრძლივი იქნება ნუ ასე ამბობენ ხო მაშინ კავკასიის რეგიონი მე არ ვამბობ საქართველოს კავკასიის რეგიონი მართლა მნიშვნელოვანი ხდება დასავლეთისთვის იმიტომ რომ აი წარმოვიდგინეთ ერაყის შემთხვევაში ერაყს 5 ან 6 მიმართულებით შეუტიეს კი ბატონო ეხლა როდესაც ჯერ ხო არ იყო დაგეგმილი სახმელეთო ოპერაცია ეხლა უცბად რაღაცა გადაწყობა ხდება ხო წარმოვიდგინეთ რომ პრობლემა არის ირანთან დაკავშირებით იმიტომ რომ ირანი გეოგრაფიულად ცოტა სხვა მდგომარეობაშია ეს ერთი და სამეზობლო ცოტა სხვა სამეზობლო ყავს ნახეთ ჩილოეთ მეტნაკლებად დაცული არის ზღვა არის კასპიის და იქ კასპიის ზღვა არის და კავკასიის ჯარს ვერ გადასხავს კავკასიური სახელმწიფოები არის აზერბაიჯანი ვერ იზავს ვერაფერს კი ბატონო თუ კი კავკასიაში იქნება დასავლური ძალები მაშინ ირანს მოუწევს მინიმუმ ომი კი არა ჯარების ნაწილის გადასროლა ჩილოეთში თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ვიცოდეთ რომ საბჭოთა კავშირის დროიდან დღემდე ირანს პრაქტიკულად მოშიშვლებული ჰქონდა ჩილოეთ საზღვრები იმიტომ რომ ხელშეკრულება იყო და არ გზნობდა საფრთხეს ჩილოეთიდან საბჭოთა კავშირიდან მის შემდეგ ანუ ეს იყო მოშიშვლებული ზონა პრაქტიკულად და ძირითადად ირანის რესურსები გადანაწილებული იყო ისეთ ტერიტორიაზე როგორც ირანის საზღვარი და რა თქმა უნდა აღმოსავლეთში ავღანეთის და პაკისტანის საზღვარი. რადგან ავღანეთის ტერიტორია ეს არის ის ტერიტორია საიდანაც წამოვიდნენ დასავლეთი და თალიბანი ეხლა უკვე აღარ არის საფრთხე ამერიკელების მაგრამ არის იმის საფრთხე რომ აი ეს დიდი ბევრი რუკა არის რომ დიდი ეს სახელმწიფო შეიქმნას ავღანური რომელიც მოიცავს პაკისტანის ტერიტორიასაც და ირანის ტერიტორიასაც. მინდა გითხრათ რომ ირანში ბევრი ავღანელი ცხოვრობს. პუშტუნი. ასე რომ შეიძლება ისაც ვიფიქროთ ის ტექნიკა ტყუილუბრალოდ არ დაუტოვეს ავღანელებს და მას ჰქონდა კონკრეტული მიმართულება და ეს არის ირანის მიმართულება. და რჩება კავკასიის მიმართულება და ეს რეზოლუციები ახლა შემთხვევით მე უკავშირებ ყოველ შემთხვევაში ირანის ანუ აქ სწრაფად უნდა ხელისუფლების შესვლა რომ აგრესიული ხელისუფლება მოვიდეს ირანისადმი და ნახე ამასაც უკრაინის თემა იყო იგივე სტილობენ ახლა არის ორი მიმართულებით შეუძლიათ მე ამ ახალი ხელისუფლებით ეს დაგუპავს ჩვენ ამის გაკეთება არ შეიძლება ანტირუსული მიმართულებით და ანტიირანული ანუ ორ მაგ დარტყმის ქვეშ ვიქნებით მაგრამ მეორე მხრივ თუკი ამერიკელებს რა ტერიტორიიდან უნდა შევიდნენ
იმათ ნაკლები ჯარი დახვდებათ და რაღაცა ჩილოჩი იქნება ირანული ჯარის ნაწილების კონცენტრაცია, რა თქმა უნდა, ეს ამერიკელებს უფრო მეტად აწყობთ. აქედან გამომდინარე, შემთხვევითი ნამდვილად არ არის საქართველოზე ზეწოლის და ეს აბსოლუტურად დაკავშირებულია იმ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობასთან, რაც აბსოლუტურად გაუაზრებლად ტრამპმა ჩააგდო შეერთებულ შტატებში. ხო, გავიხსენოთ ისიც, რომ რასაც ნუკრი ამბობს ვეთანხმები, რომ ხა თინა ხიდაშელისნაირი აგენტის გააქტიურება აქ რაღაც ვითომ ბჭყალებში ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით არ არის შემთხვევითი და ესეც რა თქმა უნდა გეოპოლიტიკური კონტექსტის ამბავია. ის რომ ხა ეს ჩვენი მოსაზრება არ არის და რომ ხა ირანში ეს გეგმაა და გეგმა ბერო ჩავარდა ხო რომ აი თქვა აიათოლას მოკლით ჩამოიშლება რეჟიმი და გეგმა ბერო აი ამ დარტყმების ბჭყალებში პინგ-პონგით ირანი ჩამოიშლება ეს ვეთ ჩავარდა და ახლა რაც ჩანს დასავლეთი რატო გვიტევს დასავლეთი ხო აი მაგას ვამბობ რომ ახლა სწორედ ის არის რომ იგივე მათ უნდათ რომ რაღაცნაირად ირანისთვის იყოს პლაცდარმი საქართველოს ხო რაღაც ასეთ ეხა შეგახსენებთ რომ ერდოღანმა ამას წინ პარლამენტში თქვა რომ არ არსებობს შიიტურიზმი და სუნიზმი არსებობს ისლამი ანუ ეს რატო თქვა ხა პოლიტიკური мотиваცია არის რომ ამერიკის ერთ-ერთი იარაღი არის ქურთების ასე ვთქვათ გააქტიურება ირანში ასეთი ქურთები არიან თურქეთშიც ხო ასევე და ერდოღანი ამ შემთხვევაში პროირანულ განცხადებას აკეთებს რომ ხო ჩვენ ისლამისტები ვართ და ასე შემდეგ და ანუ ეს გეოპოლიტიკური ძვრები რომ მიმდინარეობს ჩვენ არ აგვწდება ასე ვთქვათ რაღაცა ტიპის ზეწოლები თუმცა მოდი ისიც ვთქვათ რომ აი სამი ჩვენ ხა შენ გააკეთე შედარება 5 წლის წინანდელს აი 3 წლის წინანდელ მე ამომიგდო პოსტი 3 წლის წინანდელი ზუსტად 3 წლის წინ იყო, როდესაც პირველად კანონი გავიწვიეთ, გაწეული იქნა, ხო? აი იმასთან 3 წელი გავიდა 2023-ის მარტის დასაწყისი იყო. შემდეგ მივიღეთ ისევ გაცილებით უფრო ეფექტური კი ბატონო. ხო და მაგის შედარება მინდა რომ მე ოპტიმისტურად იმიტომ ვარ განწყობილი რომ აი იმ თუნდაც იმ 3 წელთან შედარებით რომ ვადარებ და არა 5 წელთან შედარებით ქართული საზოგადოება არის ბევრად გაზრდა, იმიტომ რომ მე მახსოვს 2023 წელს ბევრი ჩვენი ასე ვთქვათ მომხრე ფიქრობდა რომ აი რატო რისთვის აი ეს NGO-ები მე მგონი კი რაღაცა მავნებლები არიან, მაგრამ რავი თავისთვის ერთობიან და რატო რა შვაშია, მაგრამ ეხლა როდესაც აი მართლა მე დარწმუნებული ვარ ქართველი საზოგადოების გეოპოლიტიკური თვითშეგნება ის თუ რა რისთვის რატომ ხდება არის ბევრად წინ წასული. ფათაშორის დასანქცირების მერე უფრო. დასანქცირების ჩემი აზრით. კი, დასანქცირების ყველა მისის, ყველა ხდება რომ ეს სამართლოზე დასანქცირების მერე აბსოლუტურად აი ეს რაღაცა იმპულსი სამართლიანობის ქართველ ადამიანს ჩაერთო და მე მგონია რომ ასე ვთქვათ ეს გამოცდილება და ის რომ ჩვენ სუვერენიტეტის გზაზე წინ ვართ ამასაც ჩვიდობიან გადაგვაგორებას. ზაზა აი მოსკოვის მექანიზმზე გინდოდა შენ საუბარი. თვითონ მოსკოვის მექანიზმი ნაუხსნათ ხალხს რომ მოსკოვის წინამდე მექანიზმი კი არ არის. იყო ესეთი რომ მოსკოვში მიიღეს ვენის მექანიზმი. მოკლედ მოსკოვში მიიღეს, ქალაქ მოსკოვში. მაშინ მოსკოვი ევროპასთან კარგად იყო. როგორც ხშირად ხდება ხოლმე ქალაქების სახელები ერქმევა და სტამბოლის ასე თქვა რაღაც გადაყვალება რომ მოხდა მოსკოვში იყო შეხვედრა ხო. ხო ძირითადად მისი მისია არის ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით რაღაცა ხარვეზების გამოვლენა და პრობლემის მოგვარება. ირონიულად ჟღერს რომ მოსკოვის მექანიზმი ქვია ეხლა. მაგრამ თვითონ მოსკოვის წინამდე კი არ არის მიმართული. ეხლა პირველ რიგში ესეთი ძალიან დიდი აჟიოტაჟი და ჟრიამული გამოიწვია ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში და მას მხარდამჭერებში და შეცდომით, ანუ როგორც ყოველთვის, შეცდომით არა მიზანმიმართულად საზოგადოებას ატყუებენ რომ თურმე ეს არის განაჩენი ქვეყნისათვის და ხელისუფლებისათვის განაჩენი. სინამდვილეში იმ ასე ვთქვათ დასკვნაში არაფერი არ წერია მაგალითად მტკიცებით ფორმაში. ყველაფერი არის სარეკომენდაციო. ანუ იქ როდესაც ჩამოწერილია რა უნდა შეასრულოს დასკვნის სახით რომ არის მოცემული და წერია რომ ხელისუფლებამ ან ეს უნდა გააკეთოს ან ეს რაღაც შეასრულოს სასაცილო პუნქტები არის ძალიან ბევრი არჩევნებთან დაკავშირებით და რა თავიდან უნდა იყოს სასაცილოა არა თავიდან არა რომ მე ეუთოუდირი აუცილებლად უნდა მოიწვიოთო და თანო დროულად უნდა მოიწვიოთო ეუთოუდირიო და ეს ეუთოუდირი იყო რომ მასხარა რო გახადეს სოფლიოში და ყალბი დასკვნა დაწერეთ საქართველოში და რაღაცე მანამდეც მივავალთ უბრალოდ ეს პროცედურები მინდა რომ ეს გავიაროთ ანუ ერთი რომ სარეკომენდაციო ხასიათისაა და მეორე ის არის რომ
იქ ფაქტები არ არის დადასტურებული. ანუ იქ ფაქტები რაც არის მოყვანილი, ეს ყველაფერი არის სავარაუდო. ასე რომ იქ რაც წერია მაგის შესახებ დღეში ასჯერ ოპოზიციური არხები გვიტრიალებენ თვალებში, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა, აგერ ვიღაცებს აწამებენ და ასე შემდეგ. და რეჟიმია თურმე ჩვენი ხელისუფლება, დანარჩენი ხელისუფლებები, ყველა ესეთი ხელისუფლება. და აწი ეხლა ნახეთ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში ადამიანის უფლებათა სასამართლოში ევროპაში ეს გასამართლებიან ლიდერები და არ დაიჯეროთ ხალხო, თუ ვინმეს მაგისთან დაკავშირებით, მაგ თემებთან დაკავშირებით გასაჩივრება უნდოდა და სურდა რომ სარჩელი შეეტანა, არავინ არავის არ უშლიდა, არავინ არავის არ იჭერდა კონკრეტულ თემებზე. კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. თუ ჭყალებში რა თქმა უნდა აწამეს ენპირონი. ელენე ხოშტარია პირობითად იაკა ხოშტარია არავინ არ იჭერდა არავის რომ შეეტანას მაწამესო იძახია. არა ის იმ მეორე პუნქტში იყო იქ რომ რაღაცა პოლიტიკური პატიმარი რო არის და ისე რო არის და დაკავებული არაფრის გულისთვის რო არა დაიჭირეს. ხო, ეგ ასაგები. ციხეში როზის და სიტყვის თავისუფლებისთვის და რაღაცა ევროპის მსროლებისთვის და როგორც კი შეახსენეს რუსეთიდან ფინანსებს რო იღებს უიჩვენე არ ვიცოდი და არც გვაინტერესებს იყო თან რამდენიმე წერტილი რომ ეგ არც გვაინტერესებს და ასე შემდეგ. ასე რომ იქ თუ ვინმეს სურვილი ქონდა გაესაჩივრებინა დღესაც გაასაჩივრებს და ხვალაც. მაგრამ მან თავი რა არ ჩადებული ყურეთ ოპოზიციური პარტიები მოკვდა, დამთავრდა. მაგათ აღარ აქვს ახლა თუ ხონახეთ აგე ევროპარლამენტმა მიიღო კიდე რაღაც რეზოლუცია მათ ერთ-ერთ ლიდერთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა სააკაშვილი არ გამორჩათ და ვერაფერი, ნუ აი შეიძლება ერთდღიანი ნიუსი ყოფილიყო რაღაც. ეხლა ეს პერსპექტივაში რატოა კარგი მაგათთვის? ანუ დროის 3 წელია არჩევნებამდე რაღაც ხო უნდა აკეთონ ამ 3 წლის განმავლობაში. ხო, ბევრია. ანუ თვითონ რომ გაასაჩივრონ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ან ჰააკაში ან რომელიმე სასამართლოში, როგორც კი წააგებენ ხოლმე, ყველა რაც გაასაჩივრეს, ყველა წააგეს. ანუ ეხლა უბრალოდ ხელები რატო გაეხსნათ, იცი რომ იმ ხარდამჭერ სახელმწიფოებსაც რომელიღაცას აქვს უფლება რომ მაგალითად იმათმა გაასაჩივრონ საქართველოში მომხდარი რაღაცა ფაქტი ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. თუ ისინი წააგებენ, თუ კი არა დარწმუნებული რომ რა თქმა უნდა წააგებენ და ის რასაც ახლა ჩვენ გვეუბნებიან ეგეთ რამეს საქართველოში არ ხდება, რომ წააგებენ, ეს ჩვენი ოპოზიცია ხელებს შეიწმენს იმაზე რომ მაგალითად აი შვედეთი ხო ჯერ დამთავრებული არ არის რაღაცა ფაქტი, ეგრევე საელჩო განცხადებას აქვეყნებს რომ საქართველოს ნახე რა ხდება და გაასაჩივრა შვედეთმა, წააგო რა თქმა უნდა. ჩვენ აფეშუაში არა ვართ. რომ ჩვენ აფეშუაში ვართ. მე ეს პროცედურა არის ძალიან დიდხნიანი. ანუ წელს რომ გაასაჩივრებენ არჩევნებამდე ან იქნება განხილვა, ან არ იქნება. ანუ ამათი ჟრიამული უნდა იყოს. გახანგრძლივდება. ხო, რა თქმა უნდა, დამოკლეს מחვილივი დაკიდებული. ის კი არა, რაც იქ წერია, არა. არა, ამას ანიხილავენ გასაჩივრებულია და პროცესი, ხო. აგერ ნახეთ წინასაარჩევნოთ მაგათ როგორ ივანიშვილს დაიჭერენ, ამას რომ დაიჭერენ რაღაცა სისულელეები უნდა ილაპარაკონ და თავიანთი, ასე ვთქვათ, მომხრეები კვებონ. ეს არის და ეს. ეხლა აი ევროპაში არის ესეთი კანონი ცილის წამების შესახებ. არის ესეთი. არის ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ აი პირიქით აი ამ განცხადებას ჩვენ უჩვევთ. საინტერესო საუბარია, რეკლამა ვნახოთ.